მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. მე მინდა შევაფასო მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რაც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება. მინდა გითხრათ, რომ დღეს არის არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. პრაქტიკულად ხელისუფლება ვერ ასრულებს თავისი დაპირებების უდიდეს ნაწილს. აქედან გამომდინარე, უფრო და უფრო ხელისუფლების მიმართ იზრდება უკმაყოფილების განცდა. ამას ემატება უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა ჩვენს მოსახლეობას და საერთო ჯამში ეს კატასტროფულ დარტყმას აყენებს ხელისუფლების რეიტინგს. ხელისუფლებისას, რომელმაც სრული უუნარობა გამოავლინა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით და მათ არ შესწევთ იმის უნარი, რომ გადაწყვიტონ ქვეყნის წინაშე მდგარი უმწვავესი პრობლემები. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევაფასოთ საერთო ჭრილში, როგორც არასტაბილური მდგომარეობა და ერთის მხრივ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს მოახდინოს ოპოზიციური ძალების მარგინალიზაცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებას. დღეს ერთი შეხედვით, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ არის სტაბილური მდგომარეობა ზოგადი შეფასებით, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. წინ გვაქვს გაზაფხული და ჩვენ უნდა ველოდოთ საზოგადოების გააქტიურებას და საპროტესტო ტალღას მოსახლეობის მხრიდან. მე ასევე მინდა ვისაუბრო ბოლო პერიოდში გააქტიურებულ თემებთან დაკავშირებით, გულისხმობ მართლმა გუნდმა წამოწია საკითხი, რომ სისხლის სამართლის კოდექსში და საპროცესო კოდექსში შევიდეს ცვლილებები და ასე ვთქვათ, ხდება ჩვენს ქვეყანაში პოლიციური რეჟიმის დამყარება, გულისხმობ ჩხრეკას, რაზეც საუბარი იყო და ბოლო პერიოდის განმავლობაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს საკითხი შეჩერდა, თუმცა თვითონ ამ თემის წამოწევა, რომ შესაძლოა ოპერატიულმა მუშაკმა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ყოველგვარი ჩხრეკის ოფმის შევსების გარეშე მოქალაქე გაჩხრიკონ, ეგრეთ წოდებული გონივრული ეჭვის საფუძველზე და ასე შემდეგ, არის ადამიანის უფლებების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, ასე ვთქვათ, და ეს არის ყოველად მიუღებელი და მე მინდა დღეს თქვენი საშუალებით განვაცხადო, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ჯეროვნად ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს და ის არის ლობისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ორგანოში. ეს არის ის რეალობა, რაც სამწუხაროდ ჩვენ დღეს გვაქვს სახელზე. ქვეყანაში, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყო ადამიანის უფლებები და მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით გამოვლინდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი თავგამოდებით იცავს ძალოვანი უწყების პოზიციებს, ყველას კარგად ახსოვს ეგრეთ წოდებული მოსმენების და გასაღებების თემა და მაშინაც ზუსტად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ლობირებდა ძალოვან უწყებებს და დღესაც იგივე პოზიცია, ისინი არ გამოდიან ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეების პოზიციიდან, რაც არის ძალიან სავალალო ფაქტი. მე ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები, რაც ხდება იგივე ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში, ვერ გააჯანსაღებს პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში. მე მინდა ასევე დავუთმო თქვენი ყურადღება სამცხე-ჯავახეთში განვითარებულ მოვლენებს და ზოგადად ჯერ მინდა ვისაუბრო ტერორიზმის საფრთხეზე. ბუნებრივია ტერორიზმს არ აქვს გამართლება სოფლიოში, არ აქვს გამართლება არც ერთ ქვეყანაში, მაგრამ და ეს არის ყოველად დასაგმობი და ასევე მე მინდა ვისაუბრო ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ამ კუთხით. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაგან ჩახალიანი, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ იყო პატიმარი და ამ ხელისუფლების მესვეურებმა ის გაანთავისუფლეს პატიმრობიდან, ეწევა ანტიქართულ პროპაგანდას, ანტიქართულ საქმიანობას და საქართველოს კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს
და გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, სხვათა შორის გავრცელა ეს ინფორმაცია სომეხი ეროვნების მოქალაქემ, საქართველოს მოქალაქემ, სადაც საუბარია, რომ გარკვეულ დაჯგუფებებს ქმნის ეს ადამიანი და უნდა დაუპირისპირდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ეს არის ყოველად დასაგმობი და ამის შესახებ მე არაერთხელ მithქვამს, რომ საქართველოს ძალოვანმა უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ პიროვნება და რეაგირება ამ ადამიანის ქმედებებთან დაკავშირებით და ჩემის აზრით თვითონ ორგანიზაცია ჯავახის საქმიანობა თუ კარგად იქნება შესწავლილი, აღმოჩნდება, რომ ეს ორგანიზაცია არის ასე ვთქვათ, ქართული კანონმდებლობის გვერდისავით ახორციელებს მთელი საქმიანობას და უნდა აიკრძალოს. მოგუწოდებ ჩვენ პროვოკაცია, იქნებ პროვოკაცია ეს და სინამდვილეს არ შეეფერება. იცით რა შეესახმე, არც ის არის პროვოკაცია, როდესაც ვაგან ჩახალიამმა წლების წინ მართლმადიდებელი დედაოები იქ ტაძრიდან გამოყარა. არც ის არის პროვოკაცია, როდესაც ამ ადამიანმა ძალიან ბევრჯერ აგრესია გამოავლინა ქართველი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ვინც იქ იყო ჩვენი სიწმინდეების მოსალოცად ჩასული და მათ შორის მეუფესთანაც ჰქონდა მას დაპირისპირება და ყველამ კარგად იცის, რომ ჯავახის რუსული საფისტომო პირდაპირ ეწევა ქართული სახელმწიფოს მიმართ ანტიქართულ პროპაგანდას და ეს არის ფაქტი, ეს არის რეალობა და ზუსტად ვაგან ჩახალიანი არის ორგანიზაცია ჯავახის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი და აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გავიხსენებთ მის განცხადებებს, მის საქმიანობას და მათ შორის თუ ჩვენ ამ რეგიონის მოსახლეობას შევეკითხებით, აღმოჩნდება, რომ ეს ადამიანი დიახაც არის არაკეთილმოსურვეთ ჩვენი სახელმწიფოსი, ეს არის პირდაპირ ვალდებულება, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა მოახდინონ ამაზე ქმედითი რეაგირება. რა შეიძლება პარიზის მოვლენას, თქვენი აზრით, უნდა გაგზავნოთ მას? საერთოდ ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე მსოფლიოსათვის და არა საქართველოსადმი. ახლა არსებობს გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობა, ბუნებრივია, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან უნდა ყოფილიყო დაცული ეთიკის ნორმები, პირველ რიგში უნდა ყოფილიყო დაცული ეთიკის ნორმები და ჩვენ სიტყვის თავისუფლების ზღვარი არ უნდა გავიდეს იქ, სადაც სხვა ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება, ბუნებრივია ეს ზღვარი ცოტა სხვაგან უნდა გადიოდეს და არავინ არ უნდა შეურაცხყოს სხვისი რელიგიური გრძნობები, თუმცა ცალსახად თუნდაც ამ ქმედების ფონზე ტერორიზმს არანაირი გამართლება არ არის და ჩვენ ტერორიზმი უნდა დავგმოთ საფრანგეთში, საქართველოში, უკრაინაში, ლიბიაში, სირიაში და ყველა ქვეყანაში. ეს არის საერთაშორისო საფრთხე და ამას არანაირი გამართლება. ჟურნალისტებმა და გამიამოვთო და კანონის საერთაშორისო მოაქციოთ მაგათი საქმიანობაც. ბუნებრივია. ვაღიზიანებთ ჩვენი ზედმეტ თავისუფლები, ხო? ბუნებრივია, სიტყვის თავისუფლება არის ერთი, ეს არის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, თუმცა არსებობს მორალი, არსებობს ეთიკის ნორმები, არსებობს პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ არ უნდა შევურაცხყოთ სხვისი ღირებულებები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ეს საკითხი, თვითონ ჟურნალისტებმა რაღაც თვითრეგულირების მექანიზმი თუ არ გააჩნია ადამიანს საკანონმდებლო დონეზე ან საერთაშორისო დეკლარაციების დონეზე, მაინც უნდა იქნეს ეს საკითხი დარეგულირებული. მომავალში თავდება პოეტაშვილის უფლებამოსილების პერიოდი. ევროპული უზენაესი საკითხი უნდა და ვინ შეიძლება იყოს? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური წარსული. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა ასოცირდებოდეს არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და მეცაც გეტყვით, სააკაშვილის ხელისუფლების თავზე დამოკლეს მახვილივით იყო ჩამოკიდებული სასამართლოს რეფორმირების პრობლემა და ყველაზე უუნარობა, რამაც გადაიყოლა სააკაშვილის ხელისუფლება, ყველაზე მეტი უუნარობა მათ გამოიჩინეს სასამართლოსთან მიმართებაში და მათი უმთავრესი პრობლემა იყო, რომ ქვეყანაში ჩვენ არ გვქონდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რამაც 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად, ეს არის ფაქტი. ამ სამწუხარო ტენდენციას ძალიან წარმატებით აგრძელებს ამ ცუდ ტენდენციას მოქმედი ხელისუფლება და ჩვენ უახლესი თვეების და წლის განმავლობაში გავხდით იმ ფაქტის მომსწრე, რომ ერთ-ერთი მოსამართლის თანაშემწე განაცხადა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მასზე ახორციელებდნენ ზეწოლას გარკვეული ასე ვთქვათ გადაწყვეტილების მიღების ირგვლივ იყო სხვადასხვა ზეწოლის ფაქტები და ასე შემდეგ.
ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ სასამართლოში გავლენის სფეროებზე, არ უნდა ისაუბროს ხელისუფლებამ იმაზე, რომ მათ მოიპოვონ გავლენა სასამართლოზე. სასამართლო ხელისუფლება არის ცალკე განყენებული, ცალკე ხელისუფლება, არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო სხვა შტოები არ უნდა შეეხონ სასამართლო ხელისუფლებას. თუ ეს მოხდება, პირველ რიგში პრობლემა შეექმნება მოქმედ ხელისუფლებას, მათ რეიტინგს უფრო მეტად დააზარალებს და ჩვენს მოსახლეობას უფრო მეტი უსამართლობის განცდა გაუჩნდება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კონსულტაციები პირველ რიგში არასამთავრობო სექტორთან, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის ირგვლივ, თავმჯდომარის კანდიდატურის ირგვლივ და კონსულტაციების შემდეგ მან დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ ვინ უნდა წარადგინოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ. არ ნიშნავს არასამთავრობოებთან კონსულტაცია იმას, რომ მაინც და მაინც მათ მიერ შეთავაზებული კანდიდატურა უნდა იქნეს შერჩეული უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ. ეს მიიღოს, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თვითონ პრეზიდენტმა და არამც ოპოზიციასთან და მმართველ კოალიციასთან კონსულტაციის შემდეგ. ეს პროცესები ჩვენ პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. მე ესე იგი გადაგენახოთ არასამთავრობო მაგალითად უნდა რომ ეს სხვა დამოკიდებულება გვაქვს ამ NGO-ების მიმართ. არ მგონია მათმა რეკომენდაციამ ადეკვატურია საქართველოს ამისი მათ ისეთი კანდიდატურა შემოთავაზა, რომელიც აი როგორც ვგრძანეთ საქართველოს დღევანდელ სიტუაციას მოერგება. ნუ ახლა თუ რატო ვფიქრობ ასე შემისაკითხება, ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ არასამთავრობო რეკომენდაცია დავდაყოლდეს პრეზიდენტს. და არც პარლამენტი მithumedes. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის, რომ არასამთავრობო სექტორი არის მესამე ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ქართულია კი. არა, ეს ცალკე თემაა და ეს არის ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების დადგენის საკითხი, ვინ არის ქართული, ვინ არის ანტიქართული. ამას მე არა, ქართულში მე არ გულისხმობ ამდენს ანტიქართული. ვიცი, რასაც გძანებთ. მესმის, რასაც გძანებთ, ზოგი ჩვენი ჩრდილოური მეზობლის ინტერესებს შესაძლოა გამოხატავდეს, ზოგი სხვა ქვეყნის ინტერესებს, ზოგი იყოს ქართული. ნუ ეს ამას მე ვერ გავარჩევ, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები არის მეტად მნიშვნელოვანი და არა პოლიტიკურ ძალებთან. ჩვენ ეს პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიტანოთ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა და მაინც ვფიქრობ, რომ კონსულტაციების შემდგომ ერთპიროვნულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე 10 წელს ვადით ინიშნება. აქედან გამომდინარე, მან უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენი მართლმსაჯულება უნდა განაგოს და მართლმსაჯულება უნდა მოიყვანოს სისრულეში. ეს უნდა ვიცოდეთ ყველა და არ უნდა ვიხელმძღვანელოთ დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან, რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში, რომელია ძირითადი ოპოზიცია, ეს არ უნდა იყოს არც ქართული ოცნების კანდიდატი და მით უმეტეს არც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. ეს უნდა იყოს ცალკე განყენებული, პროფესიონალი ადამიანი, მაღალი რეპუტაციის მატარებელი და მეც ვუნდათ, რომ იურისტთა სამყაროში ასეთი ადამიანები ნამდვილად არიან და უნდა იქნეს გონივრულად შერჩეული პრეზიდენტის მიერ კანდიდატი. მაინც რაკრებებს უნდა აკავშირდეს უზენაეს სამართალთან თქვენი აზრით. და შესაძლებელია თუ არა, მოდი რეკომენდაციები წამოვიდეს არა დაუშვათ არასამთავრობოებიდან, არა პოლიტიკოსებიდან, პოლიტიკური პარტიებიდან, არამედ საზოგადოებიდან, თქვათ სამეცნიერო წრეებიდან. რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ რეკომენდაციები წამოვიდეს მათ შორის საზოგადოებიდან, მათ შორის სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფებიდან და არასამთავრობო სექტორისგან, მაგრამ ცალსახაა რომ მე რატომ ვუსვამ ხაზს, რომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ერთპიროვნულად გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი. შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილებას ღებულობს საქართველოს პრეზიდენტი, ის თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას კანდიდატურასთან დაკავშირებით. ამიტომ უნდა მიიღოს მან ერთპიროვნულად გადაწყვეტილება ყოველგვარ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციის გარეშე. მაინც პარლამენტი უნდა დაამტკიცოს. ბუნებრივია უნდა დაამტკიცოს, თუმცა ერთია რომ პრეზიდენტის როლი ამ შემთხვევაში არის უდიდესი და მან თუ არ წარადგინა ისა თუ ის კანდიდატურა, ვერ ინჯერებს მასზე პარლამენტი. აი ეს არის მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე აქ უნდა ვიყოს ჩვენ ძალიან. აი ძალიან საინტერესო საუბრობ და მე ერთი კითხვა მიჩნდება, მინდა რომ ესე იგი თქვენს დაგისვათ თქვენი პროგნოზით. დაიშლება თუ არა უახლოეს ხანებში კოალიცია, ანუ მე უფრო ფედერალობაში მოვიდა რესპუბლიკური პარტია, წინ დატოვებენ თუ არა ოფიციალურად კოალიციას არჩევნებამდე.
ასე ვთქვათ, ეს საკითხი დამოკიდებულია რესპუბლიკელების პოლიტიკურ გემოვნებაზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გაფლანგავს მმართველი კოალიცია დარჩენილ რეიტინგს. ეს არ არის, ასე ვთქვათ, მე თავიდანვე ვამბობდი, ეს არ არის ერთიანი იდეის გარშემო გაერთიანებული, არ იყო ერთიანი იდეის გარშემო გაერთიანებული კოალიცია, მათ გარკვეული მიზნები ამოძრავებდათ. ამ კოალიციაში შემავალ პარტიებს ზოგს ჰქონდა მიზანი, რომ მოხვედრილიყო საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და წარმოჩენილიყო, ზოგს სურვილი ჰქონდა, რომ გამხდარიყო მილიონერი ძალიან მარტივად ვამბობ ამასაც და სხვადასხვა სურვილები ჰქონდა და ცალკე აღებული ამ პარტიებს სამწუხაროდ არ შესწევდათ იმის უნარ, რომ გადაელახათ დადგენილი ბარიერი და შესულიყვნენ პარლამენტში. აქედან გამომდინარე ეს ადამიანები გაერთიანდნენ, თუმცა მათ აქვთ ძალიან კარგი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ალბო და ხედავენ იმასაც, რომ დღეს დღევანდელი ხელისუფლება არის სრულიად უუნარო და ისინი ყოველდღიურად ფლანგავენ იმ რეიტინგს, რაც გააჩნიათ. არსებობს ძალიან მაღალი ალბათობა იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე რესპუბლიკელები დატოვებენ მართლ კოალიციას. პრეზიდენტის მრჩევლად მთავრობაზე. ამდენადაც საზოგადოება ამბობდა, ის არის ნაციონალიზმის ლობისტი და ახლა წარდა პრეზიდენტის მრჩევლად. რას ურჩევთ ის? რამდენად ეფექტური იქნება მისი მრჩევლა? მე კახა კოჟორიძეს შევაფასებდი პირველ რიგში როგორც იურისტს და ცალსახად გეტყვით, რომ კახა კოჟორიძე არის ჭკვიანი იურისტი. საღად მოაზროვნე ახალგაზრდა კაცი და ჩემი პოზიცია იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი. მრჩეველი გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობს. მრჩეველი იძლევა რჩევას და გადაწყვეტილებას ღებულობს ის ადამიანი, ვისაც აძლევენ რჩევას. აქედან გამომდინარე, თუმცა ისიც საკითხია როგორ რჩევას მისცემ. ხო, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვინაიდან მას ეს შესთავაზეს, ეს თანამდებობა ვიღაცას მის მიმართ ჰქონდა სიმპათიები, ასე ვთქვათ, და შესაბამისად მიიღო ამ ადამიანმა ეს შეთავაზება. ეს არის, ასე ვთქვათ, მათ შორის პოლიტიკური გემოვნების საკითხიც და მე ამ საკითხზე სხვა კომენტარს ვერ აღარ. და ის ბოლო კითხვა, მე ხალხსაზე იწყება პატრიოტთა ალიანსის briefingi akция პროკურატურასთან. საკითხის კომენტართან დაკავშირებით. სამწუხაროდ დაწოლილი ის მუზეუმებში დაწოლილი ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი, ჩვენ ვართ სრულიად სოლიდარულები ამ აქციის მიმართ და აქაც მეცაც გეტყვით, სამწუხაროდ ხელისუფლების პირდაპირ ინტერესებია ჩადებული საფრთხესთან დაკავშირებით და რაც ხდება ბოლო პერიოდში ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ძალიან გავს იმას, რომ ასე ვთქვათ, ერთი პიროვნების მიერ ხდება გადაწყვეტილებების მიღება ამ საკითხთან დაკავშირებით და ბუნებრივია იკვეთება ამ პიროვნების ინტერესებიც. მე ვფიქრობ, საზოგადოების გააქტიურება ამ თემებთან დაკავშირებით არის სრულიად ლოგიკური და არ გამოვრიცხავთ, რომ პარტია მომავალი საქართველო ამ აქციებს შეუერთდეს. მადლობა.